კათოლიკურმა სამყარომ და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს ბზობის დღესასწაული იზეიმეს. ახალციხეში მცხოვრები კათოლიკეები წმინდა ჯვრის სახელობის ეკლესიაში დილის 9 საათზე შეიკრიბნენ. სადღესასწაულო მესას დაესწრნენ და ნაკურთხი ბზა ბარაქის ნიშნად ოჯახებში წაიღეს, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეინახავენ. დღევანდელი სასიხარულო დღე აქვს კათოლიკურ ეკლესიას. იმიტომ რომ დღეს არის წინვალე დღესასწაული ბზობის. ყველას მინდა უსურვო ეს ბზობის დღესასწაული მოულოცო და უსურვო წარმატებები და ყველამ გამოიტანოს დასკვნა თუ ადრე წარსულში ცოდვები ქონდა ის ცოდვები ჩააბაროს წარსულს და დღევანდელ დღეს ვიცხოვროთ ისე როგორც იესო მოგვიწოდა. უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლა აღნიშნეს ახალციხის გრიგორ განმანათლებლის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაშიც. კათოლიკეების მსგავსად დღესასწაული მათაც აღდგომამდე 1 კვირით ადრე იზეიმეს. წირვის შემდეგ ტაძრის წინამძღვარმა ბზა აკურთხა და მრევლს დაურიგა. მორწმუნეებს ჯერათ, რომ ბზასთან ერთად მათ ოჯახებში სინათლე, სიმშვიდე და რწმენა შედის. დღეს ქრისტე შევიდა იერუსალიმში და მოიტანა სიმშვიდე და რწმენა ხალხისთვის. ამ დღესასწაულის შემდეგ იწყება მარხვის ბოლო კვირა, რომელიც განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ამ კვირაში იესო ქრისტე ჩვენთვის ეწამა. ვულოცავ ყველას ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, რწმენას და ურთიერთგაგებას ჩვენ ერებს. დღეს არის ბზობის დღე. მერე იქნება აღდგომა. მივონოცავ ყველა დღევანდელი დღეს. სულ ყველა კარგად იქნებიან. ღმერთი ერთია, დიდება უფალს. ყველა კარგად იყვნენ, ბედნიერება, სიხარულო, სიყვარული მოიტანოს ქვეყანაზე წმინდანებმა, წმინდა ღმერთმა. ყველას დაგვეხმაროს. ერთმანეთი არ გავარჩიოთ და კარგად ვიყოთ. წმინდა სახარების მიხედვით მაცხოვრის შესვლა იერუსალიმში ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას გავდა. მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა. ზოგი კი ბზის რტოებით ხვდებოდა. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ უფალი მოკვდათა ცოდვებისათვის სწორედ იერუსალიმში ეწამებოდა.